მართლა სასტრაფო შეტყობინება არაბული წყაროებიდან. სააგენტო ალ-არაბია იუწრება, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმება ზავის პირობებზე. გარდა ამისა, უკვე გამოქვეყნებულია შეთანხმების ტექსტი, რომლის შესახებაც ალ-არაბიას ინფორმაციით მხარეები უახლოეს საათებში ოფიციალურად განაცხადებენ. და ეს შეთანხმება ძალიან გაგაოცეთ, რადგან მანამდე შეერთებული შტატები სრულიად სხვა რამეს მიანიშნებდა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ირანის უმაღლესმა ლიდერმა მაჯტაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ ის არავის გადასცემს საკუთარ გამდიდრებულ ურანს, ტრამპმა თითქმის დაიფიცა, რომ ეს ურანი ამერიკელები ასე თუ ისე მაინც წაიღებენ. ამიტომაც კითხვები ჩნდება იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელზეც ახლა ალ-არაბია წერს. მაგრამ ნუ იჩქარებთ დასკვნის გამოტანას, იქ ძალიან საინტერესო პუნქტებია. მოდით ერთად განვიხილოთ ისინი. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიკეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პეჩი ნიუსი. ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიპირა, რომ საბოლოოდ შეერთებული შტატები ამოიღებს ირანის მიერ დაგროვებულ მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებს. ანუ ასე თუ ისე ამას ამერიკელები გააკეთებენ. ამერიკელები დაეუფლებიან ირანულ ურანს. ციტატა. ჩვენ მივიღეთ გამდიდრებულ ურანს. ჩვენ არ გვჭირდება, არ გვინდა. ალბათ გავანადგურებთ მას შემდეგ რაც ავიღებთ, მაგრამ მათ არ მივცემთ უფლებას, რომ ეს ურანი მათთან დარჩეს. მაგრამ რისთვის არის ესეთი განცხადება? საქმე იმაშია, რომ წინადრეს ირანის უმაღლესმა ლიდერმა მაჯტაბა ხამენეიმ გასცა განკარგულება, რომ ურანი, რომელიც გამდიდრებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო დონესთან ახლოს, არ უნდა გაიტანონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამგვარად, მან თითქოს უარი უთხრა დონალდ ტრამპის მთავარ მოთხოვნას. წყაროების ინფორმაციით, ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელი დაარწმუნა, რომ ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგები, რომლებიც ატომური იარაღის შესაქმნელად არის საჭირო, საბოლოოდ მაინც გაიტანებოდა ირანიდან. და რომ შესაბამისი პუნქტი უნდა იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაცი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც ადრე განაცხადა, რომ ეს არ მოხდებოდა. ამ ომს დასრულებულად არ ჩათვლიან, მანამ სანამ გამდიდრებული ურანი ირანიდან არ გაიტანება. თეირანი არ შეწყვეტს შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერას რეგიონში და მისი ბალისტიკური რაკეტების პოტენციალი არ იქნება ლიკვიდირებული. სანამ ეს ყველაფერი არ შესრულდება, ომი დასრულებულად არ ჩაითვლება. თუმცა ირანის მაღალი თანამდებობის პირი სააგენტო როიტერს განუცხადა, რომ ციტატა უზენაესი ლიდერის დირექტივა და ასევე მართლწრეებში კონსენსუსი ამბობს, რომ გამდიდრებული ურანის მარაგები ირანის ტერიტორიაზე უნდა დარჩეს. ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ურანის საზღვარგარეთ გაგზავნა ქვეყანას უფრო მოწყვლად გახდის აშშ-სა და ისრაელის მხრიდან მომავალი თავდასხმების მიმართ. ამ ფონზე ძალიან უცნაურად ჟრევს განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება უკვე მზად არის. მაგალითად, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა საიედ მაქსიმ ნაკვიმ თეირანში ახალი მოლაპარაკებების რაუნდი გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას რაქჩისთან, სადაც განიხილეს წინადადება მშვიდობის შეთანხმების პირობებზე, რომელიც დაასრულებდა ამერიკა-ისრაელის ომს. ამაზე ირანულმა სააგენტო ტასნიმმაც გავრცელა ინფორმაცია, რის შემდეგაც უკვე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გარკვეული პოზიტიური სიგნალები გამოჩნდა. თუმცა შეუძლებელი იქნება გამოსავლის პოვნა, თუ თეირანი გამოიყენებს ჰორმუზის სრუტეში გადასვლის საფასურის ამოღების სისტემას, რომელიც ამოქმედდება. ძირითადი საზღვაო მიმოსვლისთვის დრო 28 თებერვლიდან იწყება. მაგრამ შეერთებული შტატებიც რეალურად დაინტერესებულია ომის დასრულებით, რადგან მათი ძალები მაინც საკმაოდ შესუსტებულია. მაგალითად, ბლუმბერგი იუცხება, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანთან ომის დაწყებიდან დაახლოებით 3/10 უპილოტო აპარატი დაკარგა. MQ-9 რიპერი, რომლებიც აღჭურვილია სადაზვერო და სადამკვირვებლო სისტემით. მაგრამ ასევე შეუძლიათ მიზნების განადგურებისთვის ტვირთის ტარება, როგორიცაა რაკეტები და მართვადი ბომბები. ერთი ასეთი უპილოტო აპარატის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი დოლარია, რაც ფინანსურად სერიოზული საკითხია. მხოლოდ უპილოტო აპარატებზე ხარჯები თითქმის $1 მილიარდ უახლოვდება. რაოდენობრივად კი ამერიკელებს შეიძლება დაეკარგათ იმ MQ-9 რიპერების დაახლოებით 20%-მდე, რაც ომამდე ჰქონდათ. ამასთან ასეთი აპარატები აშშ-ში შეიარაღებული ძალებისთვის აღარ იწარმოება. თუმცა კომპანია General Atomics, რომელიც მათ აწარმოებს, მაინც აგრძელებს სხვადასხვა მოდიფიკაციის დრონების შეკვეთების შესრულებას. უკვე სხვა ქვეყნებისთვის. და რიპერის შესაცვლად ამერიკელებისთვის გამოუშვეს მხოლოდ დაახლოებით 10 Avengers მოდელის უპილოტო აპარატი. MQ-9 რიპერი აქტიურად გამოიყენებოდა ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპის ნატოს ქვეყნებში და შავ ზღვაზე.
2015 წელს პენტაგონმა განაცხადა, რომ ამ უპილოტო აპარატმა გაანადგურა იგილის მებრძოლი მოჰამედ ემუაზი, რომელიც რამდენიმე დასავლელი მძევლის სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდა. ამ უპილოტო აპარატის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი გახდა ქასემ სულეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სამხედრო დანაყოფის მეთაური. ის იყო თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ოპერაციის ორგანიზატორი, რომელსაც ირანის სპეცსამსახურები და შეიარაღებული ძალები ბოლო 20 წლის განმავლობაში ატარებდნენ. გახსენებთ 2020 წლის იანვარში MQ-9 რიფერმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა კონვოის, რომელშიც სულეიმანი ბაღდადის აეროპორტთან მიემგზავრებოდა. მისთან ერთად დაიღუპა კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი სამხედრო. ამ ფონზე ტელეკომპანია ალარაბი უცხება, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა მაინც მიაღწიეს შეთანხმებას ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებზე გადასვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით შეთანხმება შემდეგ პუნქტებს მოიცავს. დაუყოვნებლივი ხოვლის მომცველი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, მათ შორის ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ურთიერთვალდებულება, რომ არ განხორციელდება და დარტყმები სამხედრო, სამოქალაქო ან ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე. სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა და საინფორმაციო ომის დასრულება. ვალდებულება სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ. ნაოსნობის თავისუფლების გარანტიები სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის ყურეში. ერთობლივი მექანიზმის შესრულების მონიტორინგისა და დავების გადაწყვეტისთვის. გადაუწყვეტ საკითხებზე მოლაპარაკებები დაიწყება 7 დღის განმავლობაში. აშშ-ში სანქციების მუდმივი მოხსნა ირანის მიერ ამ შეთანხმების პირობების დაცვის სანაცვლოდ. შეთანხმება ძალაში შევა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ორივე მხარე ოფიციალურად გამოაცხადებს ამის შესახებ. როგორც ხედავთ, ბირთვული იარაღის საკითხი აქ არ არის, ბირთვული პოტენციალი არ არის, რაკეტები არ არის. პროქსი ძალების მხარდაჭერა არ არის. ზოგადად, ძირითადი საკითხები საერთოდ არ არის. ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ ეს უფრო შეთანხმება ომის შეჩერებაზე და მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლაზე. ფაქტობრივად ეს ის არა, რაზეც ამერიკელებიც საუბრობდნენ, რომ თითქოს შემდეგ დაიწყება 30 დღიანი მოლაპარაკებების პერიოდი. ვნახოთ, რას გამოაცხადებს ახლა დონალდ ტრამპი. აქ წერტილს დავშვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.